და ახლა კი მარიამ გაბედავას რუბრიკის სხვანაირი დილა დროა, ის ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას სტუმრობს. როგორია მისი სხვანაირი დილა, შევიჭყიდოთ. დილა მშვიდობისა საქართველოს დღეს ჩვენ ვიმყოფებით სტუმრად მარინა კაჭარავას. ვნახოთ როგორია მისი დილა. მოგესალმებით. გამარჯობა მარია. როგორ ხართ? მშვენივრად, მადლობა. როგორ იწყება ხოლმე თქვენი დილა? ჩემი დილა იწყება ადრე 7-ზე, 8-ის ნახევარზე. ესე პირველი, რასაც ვაკეთებ, აივანზე ვსვამთ ყავას, შემდგომ დილის ლოცვა. თვალს რო ახალთ, პირველი რა ფიქრი მოდის ხოლმე? მადლობა, მადლიერება, რომ ეს დღეც გამithენდა, იმიტომ რომ ყოველი დღე საჩუქარია ადამიანისთვის. მე ყოველთვის მაუცებს თქვენი სიმშვიდე, რომელიც თქვენი საუბრის დროს მოდის. ბავშვობიდანვე ესეთი მშვიდი ადამიანი ბრძანდებოდით, თუ მერე უკვე თქვენმა პროფესიამ განაპირობა ის, რომ აი ეს შინაგანი და სულიერი სიმშვიდე მოიპოვეთ, რომელიც ყველას გვედება. სხვათა შორის მეც ხშირად მიფიქრია მაგაზე. ბავშვობაში ძალიან ცალკე ვიყავი. როგორც დედა ყვება, საერთოდ ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. კი არ ვთამაშობდი, დავრბოდი და დავხტოდი. და შემდგომში სკოლაში რო წავედი, უფრო ესეთი კარგად ვსწავლობდი და საკმაოდ ესეთი სპორტზე დავდიოდი და ფრენბურთზე, ცურვაზე აქტიურ ცხოვრებას ვეწევოდი. და მახსოვს ეგ დღე 12 წლის ვიქნებოდი, როდესაც ერთ-ერთი გაკვეთილი გაცდა, ძალიან მკაცრი იყო ის მასწავლებელი და ბავშვებს უხარობდა, ზოგმა წიგნები დახია სიხარულისგან, ზოგმა ტანზე შემოიხია და მუყურებდი და გადავწყვიტე და ეს დღე მახსოვს როგორც დღევანდელი ისე გადავწყვიტე რომ აი რაღაცა ალბათ ჯობია რომ არ მეტყობოდეს ძალიან როდესაც ან მიხარია ან წინს ან მეშინია ეს გადაწყვეტილება პირნათლად შევასრულე და შემდგომში რომ გავიზარდე უკვე საკმაოდ ახალგაზრდა 22 წლის ვიყავი, როდესაც ეკლესიური გავხდი, ამან ცოტა სხვა კალაპოტი მისცა ჩემს სიმშვიდეს, ასე ვთქვათ. შემდგომში, როდესაც უკვე წლების მერე ფსიქოთერაპიაში წავედი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის მესამე პროფესია, ამანაც კიდე თავისი რაღაცა კორექცია და თავისი კალაპოტი მისცა. და გამოდის რომ დიდი ხანია ასე ვარ. ერთი სიტყვით რო შეგეძლოთ საკუთარი თავის დახასიათება, როგორ დაახასიათებთ? ბალანსი. ოჯახი თქვენთვის? უმაღლესი ღირებულება. არ გიყვართ როცა? როცა მეჩხუბებიან. თქვენზე ამბობენ? 7-იაო. რა როლი აქვს ბავშვისთვის, ბავშვის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში, აი ამ ბავშვობის წლებს და იმ ოჯახს, სადაც ის იზრდება? ოჯახი არის სწორედ ის გარემო, სადაც ხდება გამჟღავნება მეტნაკლებად იმ თავისებურებების, რაც ადამიანს აქვს და რა თქმა უნდა, დედა პირველ რიგში, რომელიც არის მზე, სითბო, სიხარული, ზრუნვის, მიზიდულობის ცენტრი, აი რა ვიცი და მამა რომელიც არის უსაფრთხოება, დაცულობა, მეც როგორც ყველა ბავშვს მეგონა რომ მამა ჩემი იყო ყველაზე ღონიერი, ყველაზე მაგარი, მას ვერავინ მოერეოდა და ყველაზე ჭკვიანი. როდესაც რო გავიზარდე მივხვდი რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩემთვის მაინც არა ჩვეულებრივად დარჩენილი, მაგრამ აი ეს რა თქმა უნდა იღებს ჩვენს ფორმირებაში ძალიან დიდ მონაწილეობას, იმიტომ საგზალი მოყვება ბავშვობიდან და ეს საგზალი რა არის? ის სამშობლოს სიყვარული, ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. სიმკაცრე რამდენად იყო თქვენში როგორც დედაში? იმ სიმშვიდის ფონზე, რომელიც თქვენგან მოდის. და ჩვენ ხშირად გონია ხომ, აი, გარედან დამკვრობილ ადამიანებს ფსიქოლოგის ცხოვრება ბევრად უფრო მარტივი, იმიტომ რომ თითქოს მას საკუთარი თავის მართვა და ემოციების მართვა გაცილებით კარგად შეუძლია ვიდრე ჩვენ. ვერ გეტყვით რომ ეგრეა, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და ამ შეცდომებს ზოგს ხვდები და ზოგს ვერ და ალბათ თანდათან კიდე მივხვდები და შეიძლება რაღაცას ვერც ვერასდროს მივხვდე. ზოგის გამოსწორება მიცდია ბოდიშის მოხდით ან
ამის ახსნით როგორ მოხდა ეს, მაგრამ საერთოდ როგორი დედა ვიყავი, ეს შვილებმა უნდა თქვან, იმიტომ რომ ამ როლში მარტო ჩემ შვილებთან ვარ. უბრალოდ მე ჩემი გადმოსახედიდან მკაცრი არასდროს მე შემიძლია ვთქვა, რომ არ მიყვირია მათთვის ისე გავზარდებს, ვცდილობდი მესაუბრა. და მივიღე საყვედური ერთხელ ჩემმა უფროსმა ბიჭმა კიდეც მითხრა, ერთ-ორჯერ დაფარო შემოგერტყა ჩემთვისო, კარგი იქნებოდა. ამაში სევდაც ვნახე და მაშინ გავიაზრე, რომ იმაზე მეტი თავისუფლება არ უნდა მისცე, ვიდრე ამის დატევა შეუძლია ადამიანს და აი როგორ ჩანს და მაშინ მე ესე უპასუხეს, ხო, მივიღე ეს შენიშვნად და უთხარი რომ იცი რა მეთქი, მე ძალიან ბევრჯერ შემშლია მეთქი ცხოვრებაში და ყოველთვის მინდოდა რომ დამლაპარაკებოდნენ და ვიღაცას თავი არ ერტყმებინებინა კედლისთვის ან დასჯას მერჩივნა თქო საუბარი, იმიტომ რომ დასჯით მახსოვს რომ ჩემთან ვერაფერს ესე ვერ გადიოდნენ თქო ჩემი მშობლები, იმიტომ რომ ჯიუტი ვიყავი ძალიან და აქედან გამომდინარე მე ხო ისე ვიქცევი როგორც მინდა რომ მე მომექცნენ თქო და როგორ ჩანს ხო მე ალბათ ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს ესე დაშვებული, იმიტომ რომ სადღაც მხარდაჭერა იყო ნაკლები, სადღაც იმიტომ რომ მთელი ცხოვრება დედას უმაგას მეჩხუბებოდა რომ შენ მხოლოდ დაждდე და იმეცადინო, მეტი არაფერი არ გაინტერესებსო და სულ რაღაცას ვკითხულობდი, თარგმნიდი, სულ რაღაცას ვაკეთებდი და ეს პატერნი მათ ნანახი აქვთ. და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ბევრი დავაკელი, ბევრი თანადგომა ან მხარდაჭერა, რაზედაც ძალიან გული მწყდება, თუმცა ამას ვიღებ როგორც გამოცდილებად, რომელიც ალბათ სხვებს გაუზიარო, იმიტომ რომ მე ამას ვეღარ შევცვლი. ერთადერთი შემიძლია შევცვალო ახსნით და ბოდიშის მოხდით. ადამიანი რას ნიშნავს თქვენთვის? შემოქმედების გვირგვინს. ყველაზე მეტად გაბედნიერებთ? ჩემი შვილები. უფრო რომანტიკოსი ხართ თუ რეალისტი? მათ შორის დიდი სივრცეა, იმ სივრცეში ვარ უფრო. როგორი ხართ სხვანაირი, თუნდაც სახური, როგორცაც მაყურებელი არ გიცნობთ? არც კი ვიცი რა გითხრათ, მარიამ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს სოციალური როლები, როლი დედის, როლი მეუღლის, როლი თქვათ შვილის. მეუღლისთან მაქვს ძალიან დიდი მეგობრობა და თავსებადობა, დილის ყავა რო ვახსენე შემოსვლისას, აივანზე ვსვამთ ხოლმე და ეს არის ჩვენი დრო, როდესაც ვსაუბრობთ, როდესაც და ასევე საღამოს კიდევ ძილის წინ. ხშირად, იმიტომ რომ მე მთელი დღე შეიძლება რაღაცას ვაკეთებდი. რაღაცა იცით, მაინც ვიტყოდი, რომ პროგნოზირებადი და სტაბილური ვარ, ესეთი არ ვიცი. საკუთარი თავი მიღებული მყავს წონიდან დაწყებული, გარეგნობიდან, ასაკიდან, შესაძლებლობებიდან, რომელიც არის ისეთი, როგორიც არის. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვიმასპინძლეთ. ყოველთვის ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და საოცარი სიმშვიდე მოდის თქვენგან და მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა თქვენ.